საქართველოში წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც კვლევებმაც ცხადყო. ამიტომაც დავინტერესდით საჭიროებას წარმოადგენს თუ არა დამხმარე სახელმძღვანელოების შემოტანა სკოლებში მასწავლებლებისათვის, რათა მეთოდიკა შეიცვალოს და გაკვეთილები უფრო საინტერესო გახდეს. საქართველოში მოგიხსენებათ, რომ გააზრებული კითხვა არის ძალიან დაბალ დონეზე აი ამ ბოლო წლების განმავლობაში და ყველა ღონეს მივმართავთ ჩვენი სკოლა, ყველა ღონეს ვიყენებთ, რომ აი ეს პრობლემა გადავწყვიტოთ და გადავჭრათ. სკოლის ამოცანა ორი ძირითადი რამ არის. ერთი ბავშვს ასწავლო რაღაც და მეორე ასწავლო აი ეს მასწავლი როგორ გამოიყენოს. ნებისმიერი პედაგოგიური მეთოდიკა თუ ტექნოლოგია სწორედ ამას უკავშირდება. გაადვილოს ბავშვისთვისაც და მასწავლებლისთვისაც ეს ორი პროცესი. ინფორმაციის გადაცემის პროცესი, გაცნობიერებული გადაცემისა და მეორე მხრივ მიღებული ცოდნის გამოყენების სწავლება. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2010 წლიდან დაიწყო მუშაობა პროექტზე განათლების მეორე შანსი, რომლებიც გათვალისწინებულია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევა. საქართველოს სოფლის სკოლებში არის სამწუხაროდ არ არის ისეთი სიტუაცია, როგორც დედაქალაქსა და ქალაქებში. სწორედ ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი სამიზნე შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დედაქალაქისა და ქალაქის სკოლები, არამედ საქართველოს რეგიონის სკოლები. ეს წიგნები არის შექმნილი შედარებით მოზრდილი მკითხველებისთვის. ანუ მათთვის, ვისთვისაც პირველი შანსი არ იქნა დროულად გამოყენებული და ეს არის მათთვის, იმიტომაც ქვია განათლების მეორე შანსი, ეს არის მათთვის მეორე შანსი.